სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ეკლესია ჩვენი გვამზადებს დიდი და წმინდა მართვისთვის, აღდგომისთვის გვამზადებს უფრო სწორად და არა მარტო ქრისტეს აღდგომისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანიც აღდგეს დაცემული სულიერი ცხოვრებისთვის მკვდარი, რომ ადამიანმა შეძლოს, რომ აღდგომას მარტო ქრისტეს აღდგომა კი არ იზეიმოს, თავისი აღდგომაც იზეიმოს. და ყველიერის კვირა გავიდა, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან ჩანს, რომ ქრისტიანები ეტაპობრივად ემზადებოდნენ დიდი მარხვისთვის. ერთი კვირა ხორცს არ ვიღებდით. ეხლა უკვე სრულიად ადამიანი ცხოველურს ამოიღებს და დაიწყებს უკვე ღვთისა და წმინდა მარხვას და ღვაწლში ჩადგება. ეს ყველიერის კვირა ცნობისთვის მინდა ვთქვა, მოდის ჰერაკლე კეისრიდან. ხოსრო იყო ასეთი ტარვალი, სპარსთა ხელმწიფე და იერუსალიმში შეიჭრა და მოიტაცა ჯვარი უფლისა, რომელიც დედოფალმა ელენემ იპოვა და გაიტაცა ზაქარია პატრიარქი იერუსალიმისა. 14 წელი ტყვეობაში იყო და აღთქმა დაუდო უფალ ღმერთს ჰერაკლე კეისარმა, რომ გამომარჯვებინეო, რომ იერუსალიმში დააბრუნო ეს სიწმინდე და პატრიარქი დააბრუნო და მე არ მივიღებ დიდ მარხვამდე ერთი კვირა ხორცს. და მართლაც მან ეს აღთქმა შეასრულა და ძლევამოსილება მოიპოვა და დაიბრუნა ჯვარი უფლისა და მას შემდეგ საყოველთაო ეკლესიაშიც ეს უფრო მეტად მიღებული გახდა, რომ დიდ მარხვამდე აი ამ საკვირველების გამო, ამ დიდი შეწევნის გამო, რომელიც აღესრულა ჰერაკლე კეისარზე და ქრისტიან სამყაროზე, აი ეს ყველიერის კვირა დაწესდა, ანუ ერთი კვირა ხორცს არ იღებენ ადამიანები. აი დღეს კი, ამ დღეს ადამიანის სამოთხედან განდევნის ხსენება და რატო ვიგონებთ ამას? რატო ვიხსენებთ მაინც და მაინც დიდ მარხვის დროს? უპირველესად იმიტომ, რომ პირველი მცნება რაც ჰქონდათ ადამიანებს, პირველი ასკეზა, ასე ვთქვათ, პირველი აკრძალვა, ეს იყო დაკავშირებული მარხვასთან რაღაცა გაგებით. არ უნდა მიეღოთ მათ ნაყოფი აკრძალული ხისგან და აი მარხვა დაარღვიეს, ანუ მიიღეს საკვებად და მათ სამოთხე დაკარგეს. ანუ სამოთხე დაბრუნდება მარხვით. მარხვა არის აუცილებელი. ვისაც უნდა მამის წიაღში დაბრუნება, ის უნდა მარხულობდეს ფალთან დაბრუნება, სამოთხეში დაბრუნება ვისაც უნდა. იმიტომ რომ თვით მაცხოვარმა გვაჩვენა ეს და თვითონ აი უდაბნოში ავიდა და მარხულობდა. და გვახსენებს ეკლესია, რომ აი თუ მარხვის დარღვევის გამო გამოიდევნა ადამიანი, მარხვის დაცვით ისევ შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი. და კიდევ რა არის ადამიანის ცხოვრების არსი, მიზანი? ფილოსოფოსები ბრძენი მსჯელობდნენ ამაზე საუკუნეების მანძილზე. ხან რას ამბობდნენ, ხან რას, რა იყო მიზანი ადამიანის ამ ცხოვრების. ზოგი ამბობდა, რომ აი ადამიანად დარჩენა, მიზანი რომ ადამიანად დარჩე. ზოგი ამბობდა, ცხოველს მაინც არ მიემსგავსოს ადამიანი და რაღაცა შეინარჩუნეს სახე. ზოგი სმააქეიფი ჭამასმა იყო მიზანი ზოგისთვის. ზოგისთვის რა და ზოგი ამბობდა უაზრობა, სისულელია, წარმავალია, ტყუილია. მათ არ ჰქონდათ საღვთო განათლება. ადამიანის ამ დედამიწაზე ცხოვრების მიზანი ეს არის, რომ ის დაბრუნდეს სამოთხეში. ამას გვასწავლის ეკლესია, როცა გვახსენებს, რომ ჩვენი დიდი წინაპარი სამოთხიდან გამოიდევნა და სამშობლო დაკარგულია, უნდა დაბრუნდეს. ვინც სამშობლოსგან არის ასული, ან ვინც გამოდევნეს, არა, ჩვენ ვიცით ეს გადავიტანეთ. ყველას ვინც იქიდან გამოდევნეს, უკან დაბრუნება უნდა თავისავში. ყველა ადამიანს უნდა კონდეს სურვილი დაბრუნდეს სამოთხეში. ამას გვახსენებს ეკლესია, რომ გაიხსენეთ ქრისტიანებო, თქვენ უნდა დაბრუნდეთ სამოთხეში.
და როგორ უნდა დაბრუნდეს ადამიანი სამოთხეში. ვინ გახსნა სამოთხის კარი? ვინ მოვიდა ადამიანისთვისაც? უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ქრისტეს მიყოლა მთავარი. და რა გაიარა ქრისტემ? გოლგოთიდან აღდგომის გზა გაიარა. ამიტომ ყველა ქრისტიანმა უნდა გაიაროს თავისი გოლგოთა. ამ სარცოფლისთვის იყო ადამიანური ბუნებით იმ მძიმე გზის გავლა, მაგრამ ჩვენი სიყვარულის გამო ჯვარზეც კი ავიდა და გოლგოთაზე. აი ეს ცოდვასა დაპირისპირება, თუნდაც მარხვა, ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ადამიანმა. თუ უნდა რომ დაბრუნდეს ქრისტეს გზით, უნდა იაროს, თუ უნდა რომ დაბრუნდეს სამოთხეში და უნდა დაუპირისპირდეს ცოდვებს, უპირველესად ამ პარტავნებას. ამ პარტავნება ყველაზე ძნელად შესამჩნევი ცოდვა. არადა მამები ამბობენ, ყველა ადამიანშია თვით წმინდანები თავისი სიწმინდითაც კი გაამპარტავნებულან. ისეთი ვერაგი ცოდვა. ანგელოზიც კი ეშმაკად აქცია ამ ცოდვამ. ყოველ აღსარებაზე სიკვდილამდე უნდა ამბობდეს ადამიანი ამას და უნდა შეიცნოს თავის თავში ამ პარტავნები. და უამრავი ცოდვებია ხო? სიტყვით, საქმით, ფიქრით, ნეფსით ცოდვას ადამიანი უნებდება. წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ და რატო? აი ნახეთ, ზე როგორი დიადია. ამხელა ძალა აქვს და ამხელა ნათელს გამოსცემს. ერთი პატარა ღრუბელი ჩამოეფარება და მზე აღარ ჩანს. ერთი ცოდვაც კი ისე დგას შენსა და ღმერთს შორის, რომ ესე იგი როგორც ზეს ღრუბელი ფარავს, ისე გაშორებს ცოდვა ღმერთს. ამიტომ აი ჩვენ უნდა გქონდეს ვაწლი, იმიტომ რომ უფალმა თქვა, რომ რომელსა უნდესო რომ შემომიდგესო, აღიღოს ჯვარიო, უარყოს თავი და აღიღოს ჯვარიო. ვიწრო არის უფლისაკენ მიმავალი ბილიკები და რთულია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ უფლის სიყვარულის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ დავბრუნდეთ სამოთხეში და აი ძველი აღთქმიდან გარდამოცემა ასეა, ძველი ტრადიცია, რომ ადამი რო გამოდევნეს სამოთხიდან, ქერუბიმი დაუყენეს, რომ არ მისულიყო სიცოცხლის ხესთან და მას თავის მიზეზები აქვს, მაგრამ სხვა რა მინდა ვთქვა. 600 წელი ტიროდა, რომ ეს ცნება, რომელიც დაარღვია და განუდგა უფალს და მერე ცოდვა მოყვა, რომ შენდობოდა. და ამბობს ეს გარდამოცემა, რომ 600 წელს მერე სინდისი დაუმშვიდდა. და ხშირად ადამიანი 600 წელი კი არა და 600 საათი და 600 დღე, კი არა 600 არც წუთი და არც წამი არ გვიტირია. უმძიმეს ცოდვები როცა აქ ადამიანს. თუმცა ხშირად ბრმა არის ადამიანი, რა ვცოდეო, რა შემიცოდავსო. და მოციქული ამბობდა, რომ ქრისტე მოვიდა ცოდვილთათვის, რომელთაგან პირველი მე ვარო. პეტრე მოციქული ამბობდა, გამშორდი უფალო, კაცი ცოდვილი ვარო. ქსისოი დითან წმინდანები გამოცხადდნენ, რომ გადიოდა ამ ქვეყნიდან ანგელოზები, ღირსნი, ღმერთშემოსილნი, წმინდანები, მათი სულები გამოეცხადდნენ, რომ ზეიმით აეყვანა ძეცაში და ეხვეწებოდა არ წამიყვანოთო, ჯერ სინანული არ დამიწვია ცოდვათა ჩემთა გამო. და მერე თვითუფალმა წაიყვანა, თვითუფალმა აზიარა ზეცას, თვითუფალი მოვიდა მის წასაყვანად. და ესენი ტიროდნენ, ჯერ არ მოგვინანიებია ჩვენი ცოდვებიო. აი ამიტომ აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და ვიტიროთ და ღვაწში ჩავდგეთ, აუცილებლად უნდა ჩადგეს ადამიანში და აი 600 წელი ტიროდა მეთქი, აი ადამისეული სინანული მოგწეს უფალმა და ყველანი გაგვახაროს ორთავ სოფელსაში. შეგახსენებთ, რომ ეს მარხვა არის სინანულისა. სინანულში უნდა გაატაროს ადამიანმა ეს მარხვა. ხე ნაყოფითი ცნობაო, უნაყოფო ხეს ჭრიანო ამბობენ ხოლმე რა, სახარებაშია დაწერილი და აი ეს უნდა გვახსოვდეს, ხესაა მიმგვანებული ადამიანი და ნაყოფი უნდა გამოიღოს ადამიანმა სულიერ ცხოვრებაში და რა პირობა იმისთვის, რომ ადამიანს მიეტევოს თავისი ცოდვები
დღეს სახარებაში მოძღვარმა მოიკითხა უფლის სიტყვები, რომ თუ ადამიანები სხვას მიუტევებენ, მაშინ უფალი მათ მიუტევებს და თუ არ მიუტევებთ სხვებს, უფალი ამბობს, რომ არც თქვენ არ მოგეტევებათო. ანუ ჩვენი მიზანი არის ღმერთს მიუახლოვდეთ, წმინდას, კეთილს, მოწყალეს, სამართლიანს. როგორ მიუახლოვდები, თუ უწმინდურობა გაქვს ადამიანს და როგორ უწმინდურდება ადამიანი ცოდვებისგან და როგორ უნდა გახდეს წმინდა, თუ მიიღებს ცოდვათა მიტევებას, განიწმინდება. როგორ მიიღებს ცოდვათა მიტევებას, თუ სხვას მიუტევებს ცოდვებს. არა თუ ცოდვის თავშეკავებას გვავალებს, პეტრე მოციქული ამბობს, უფალი ამბობს, რომ წმინდა ვარო და თქვენ წმინდა იყვენით. ყველა ადამიანს ევალება ეს, არა თუ ცოდვისაგან თავი შეიკავოს, არამედ უფალი ამბობს, წმინდა ვარ და თქვენ წმინდა იყვენითო. წერია, რომ თუ ძღვენი მიიტანეო სამსხვერპლოზე და გაგახსენდა, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, მიატოვე ის ძღვენი იქ, წადი და შეურიგ და მერე მოდი და შეწირე. იმიტომ რომ ეგრე თუ შეწირავ, ისე რომ ვიღაცა შენზე არის ნაწყენი და არ მიგიტევებია, არ გითხოვია მიტევება მისგან, არ შეიწირება. აი ესე არის ჩვენი ძღვენი რა არის? ის არის ლოცვები, ჩვენი სინანული, ჩვენი მსახურება. არ შეიწირება თუ ადამიანს არ აქვს განცდა თვისდა ცოდვათა, თუ ადამიანი სხვას არ მიუტევებს ცოდვებს. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ. მომაუჩვენოში ვევედრებით უფალსო, დამოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთაო. ესე იგი მთავარი არის, რომ ადამიანებს მიუტევოთ. არ უნდა არაფერი, მოტრიალდები, მიუტევებთ ვარა და შენც გეპატიებ, იმიტომ რომ უფალმა ასე თქვა, მიუტევე და მოგეტევება. უფალი გპირდება ამას. რაც არ უნდა დიდი დაგიშავოს, იმაზე დიდ ცხოვერ დააშავეთ, რაც შენ დააშავე და რა დავაშავეთ? ჩვენი ცოდვებით ჯვარზე გავაკარით ჩვენი უფალი. ყველა ადამიანი როცა მცირე თუ დიდ ცოდვას ჩაიდენს, ის ტანჯავს უფალს. როგორც ჩობელი იტანჯება თავისშვილის ცუდით, მარტივად რო თქვა, ასევე უფალით ვის გადასარჩენათაც მოვიდა და ნერწყვა, შოლტვა და რა არ გადაიტანა და ჯვარზე გავიდა და ჯვარს ეცვა იმის გამო, რომ ადამიანი გადაერჩინა, ადამიანი ამას არ დაგიდევენ, არ აინტერესებს, არაფრად არ თვლიან ამას. და ჯვარცმას უმატებენ. ცოდვათა ახსახოცად მოვიდა უფალი და ადამიანები ცოდვაზე უმატებენ. უფალო შეგვიწყალ. აი წერია, რომ იქვე ეწერა, რომ ნუ ჩვენები მარხველათო ადამიანებს, ანუ სულიერი ღვაწლი უნდა იყოს დაფარული, დამალული, არა საკუთარი თავის განსადიდებლად, არამედ ღვთის განსადიდებლად. პალესტინაში და ეგვიპტეში მარხვა როგორც კი დაიწყებოდა, ერთმანეთს შენდობას თხოვდნენ და გავიდოდნენ უდაბნოში და ბზობას დაბრუნდებოდნენ და ან ზოგი დაბრუნდებოდა, ან ზოგი არ დაბრუნდებოდა. 40 დღიანი უდაბნო ეს ადვილი არ იყო და მათი ღვაწლი არავინ არ იცოდა. ამიტომ ამას ამბობს უფალი ადრიდანვე და უფლისგან ისწავლეს ეს წმინდა ბერემა, რომ დაფარულში უნდა იყოს ღვაწლი. აი დღეს ჩვენ შავებით მოსავთ არა ეკლესიას, კრეცაბმელებს, ანალოგიის გადასაფარებლებს და ადრე ესე არ იყო. ეს სამხრეთ რუსეთში შემოვიდა ლათინთა გავლენით და მერე მთელ სრაულ ქვეყნებს მოედო და რახან ჩვენ 2 საუკუნე ამ იმპერიის ნაწილი ვიყავით, ნეფსით უნებლიეთ, ჩვენშიც გადმოვიდა ეს შავი შესამოსლები და ესე იგი ეკლესიის შავად მორთვა, თორე აღდგომის მარხვაში თეთრად იმოსებოდნენ. დელმსახური რატო უფლის სიტყვების აღსასრულებლად, რომ ეს არ ყოფილიყო გაცხადებულად, ასე თქვა.
უფალი ამბობს ფარული უნდა იყოს, იწყე თავი შენ დაიბანე პირიშე. და მერე წერია რომ არ უნდა დაიუნჯო ქვეყანაზე, სადაც ჩირჩილია, ჟანგი არის, სადაც პარავი არის. მაგრამ მე მინდა ეს აქ დავტოვო და ამასთან სანამ მოვალ მე მინდა გაგახსენოთ მარხვას სანამ დავიწყებდი წინა კვირები იყო და ის ზაქეს კვირა იყო და ამასთანაც მოვალ. ზაქე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოქალაქე იყო თავისი ქვეყნისა. მაგრამ პატარა 8 წელი გაიღო. დაინტერესა, გაიქცა ხეზე, ავიდა და იქიდან დაიწყო ყურება, ოღონდ უფალი დაენახა. რაც არ უნდა ცუდი მოქალაქე იყო, მამემწერი შენი ქვეყნისო, ზაქესავითო. რაც ცუდ ადამიანად თვლიდე თავს და იცვლებოდე, თუ უფლისკენ გაიხედავ, თუ ერთ ნაბიჯს გადადგა, უფალი შენსკენ ორ ნაბიჯს გადადგა. თავარია რომ პატარა 8-ში ჩადექი, თუ აქამდე არ გიმარხულია, ეხლა მაინც იმარხულე. შეიძლება ლიანი მარხვა ვერ შეძლოს, ხელი ჩვენ ეკლესიურები ვართ, არწლეულები დავდივართ, რაზეა საუბარი, მაგრამ მე მინდა გადასცენ ყველას რომ ეს მარხვა არის გადარჩენისა, 64-ის დაბრუნებისა და ცირე მაინც გააკეთ, რაც ზაქემ გააკეთა, 4 შაბათ პარასკევი მაინც, ნებისკვირა მაინც შეინო, რაღაცა ხორცისგან შეიკავოთ, რაღაცა უნდა გააკეთონ, ზაქესავი დაინტერესდნენ და უფალი აუცილებლად შეეხება. მერე რა იყო, მეორე იგავი იყო რომ მეზვერე ტაძარში იყო, სწამდა, მაგრამ მეზვერე იყო, ცოდვილი ცხოვრობით ცხოვრობდა. მამემიწერი რაც არ უნდა ცუდ მრევლად მიგაჩნდეს თავიო და ცუდ ეკლესიის წევრათო, თუ მისავით სინანულს გამოიჩენ, აუცილებლად უფალი შეგიწყალებს. ეს არის სინანულის მარხვა. მერე იყო უძღები შვილი. რაც არა ცუდი შვილი იყო შენი მამის სახლში და შეცდომები ქონდეს შობელთა წინაშე, დაძმის წინაშე, ახლობლების წინაშე, მაგრამ სინანულს გამოხატავ, როგორც უძღებმა შვილმა, უფალი აუცილებლად შეგიწყალებს. და ბოლოს ნუინჯებთ რო იყო, სადაც ქურდია, სადაც ჟანგია, სადაც მატლია. ამას მამები სხვადასხვანაირად განმარტავენ. ზოგი დროს იძახის, დრო ესე ქურდივით მოგეპარება და აღმოაჩენ რა არაფერი არ აქვს. ჟანგს იტყვიან ავანტყოფობას და ასე შემდეგ, მაგრამ ამის თქმა არ მინდა. რა იყო კიდე ამის წინა კვირა? შიოდაო, წყუროდაო, უცხო ვიყავიო. უფალი ამ გასწავლის მოწყალები იყავით და მე თქვენ დავი მოწყალები. უნდა ეცადოს ადამიანო ზეცაში დაიუნჯოს, ზეცაში. არ გამოადგება ამ ქვეყანაზე დაგროვილი არც დაჩები, არ ძვირფასი ავეჯი, ერთ წუთი სოფელი უნდა იცხოვროს. რა თქმა უნდა, რაც აქვს, ეს უნდა კონდეს, მაგრამ არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ ზეცაშიც სჭირდება. რაღაც უნდა დახვდეს. ეს აქ ჟანგი, ქურდი და ჩირჩილი შეჭამს დროში და სივრცეში. იქ უხრწნელება იქნება. ამას გვასწავლის ეკლესია ჩვენი. დიდება უფალს. ჩვენ უნდა კონდეს პირველესაც სინანული. ჩვენ სიტყვაზე, ჩვენ ფიქრებზე, ჩვენ საქმეებზე მოგვიტევოს უფალმა ღმერთმა. უნდა გავიხსენეთ რომ უფალი ამბობს მეტარიყვნენ გლახაკნის სულით, არამედ მათი არ სასუფეველცათაო. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს რომ გლახაკია. მაშინ არაფერი არ არის საცნო. წმინდა მამებიც კი, რომელსაც დედამიწაზე იდგნენ და სიკეთეს აღასრულებდნენ, ტიროდნენ, შენს ტირი ხარო ეტყოდნენ გაოცებულები, არსენი დიდი, ისე გარდაიცვალა, რომ ჩვარი ეჭირა მარადის ხეს და სუცრემს იწმენდაო. მე კი აღვასრულე ყველაწილ და მოეწონა კი უფალს, რა ვიციო, ესათნობა უფალსო. წარმოიდგინეთ. და ადამიანს უნდა ჰქონდეს ცრემლი, სინანულის ცრემლი. ხოლო სინანულის ცრემლი დაჯილდოვდება. რამდენი ცრემლი არსებობს დედამიწაზე? ზოგჯერ ყდარს დასტირის ადამიანი, ზოგჯერ თავის ბედს დასტირის, ზოგჯერ თავის უბედობას დასტირის, ზოგჯერ თავის ახლობელს და 1000 ცრემლია. ცრემლი ერთმანეთს გავს, ეს წყლის წვეთია. მაგრამ ერთი ცრემლი დაჯილდოვდება. სინანულის ცრემლი დაჯილდოვდება. ნახეთ, უფალმა რა თქვა, როცა მისტიროდნენ დედები
როცა ჯვარზე მიყავდათ მოუბრუნდა და უთხრა ასულნო იერუსალიმისანო ნუ ჩემზე ნუ ტირი ხართო თავთა თქვენთა და შვილთა თქვენთა ზედა იტირეთო ანუ ისიც კი არ იყო სათნო რომ თანაგრძნობას გამოხატავდნენ უფლისადმი და ცრემლს ზღვრიდნენ რომ უფალი ჯვარზე მიყავთ ესეც არ იყო სათნო უთხრა არაო საკუთარ თავზე იტირეთ ანუ ჩვენი ცოდვები უნდა დავიტიროთ ჩვენი თავი უნდა დავიტიროთ თუ წმინდა მამები ტიროდნენ უნდა განმარტოვდე ღამე მაინც სახლში და გაიხსენო ის ცოდვები რაც იმ დღეს ჩაიდინა რა წლების წინ ჩაიდნენ და შეთხო უფალ შენ და უფალი დარჩები და მამას დაელაპარაკო აი ეს ჩავიდინე უფალო ეს ჩავიდინე ეს ჩავიდინე მაპატიო აი ეს უნდა გააკეთოს ადამიანი აი ეს ცრემლი დაჯილდოვდება მარტო თორე ისე რამდენი ცრემლი არსებობს სინანულის ცრემლი დაჯილდოვდება აი ეს ჭირდება ადამიანს და ეფრემ ასურია დღეს მოძღვარმა წაიკითხა ლოცვა და ამბობდა ჰეუფალ და მეუფეო ომანიჭე მე განს და იცვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისაო ჩვენც მოგცეს უფალმა განს და თვისთა ცოდვა არა განკითხვა ძმისა არავის განკითხვა არ შეიძლება და რატო რო კითხო იმიტომ რომ უფალმა თქვა არ განიკითხო და არ განიკითხებით იმიტომ რომ გამკითხველი მხოლოდ უფალია ჩვენ ერთი განკითხვის უფლება გვაქვს საკუთარი თავისა საკუთარ გულში უნდა ჩავიხედო და იქ იმდენ განსაკითხს ნახავ სხვას ვეღარ განვიკითხო ამიტომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ უფლის სიტყვებს მიუტევეთ ყველას აი რა მიუტევო რა დაუშავები ან რა დამიშავებია ადამმა რო შესწოდა მთელი სამყარო დაზიანდა ყველა ადამიანის ცოდვა ფარდის უკან აღსრულებული ან ხილულად ან ვახილავად სამყაროს აზიანებს ნეგატივია თანამონაწილე ხარ სამყაროს დაზიანებაში ამიტომ უნდა მიუტევოთ რომ უფალმა მოგიტევოს ჩვენც უცოდველი არა ვართ ყველაზე დიდ ცოდვილად მიგვაჩნია თავი პავლე მოციქული თუ ამას ამბობდა ვიმეორებ ქრისტე მოვიდა ცოდვილთათვის რომელთაგან პირველი მე ვარო ვინ რა უნდა თქვას ჩინიანმა თუ უჩინო სასულიერომ თუ არასასულიერომ ყველა თავის თავს უკანასკნელ ცოდვილად უნდა მიიჩნევდეს და მათ შორის მეც ესე მივიჩნევ და თუ ესე არ არის უფალო მომანიჭე განს და ითვის და ცოდვათა რომ ესე იყოს თუ რამ შემიცოდავ სიტყვით, საქმით, ფიქრით, ნეფსით უნებლიეთ თუ ჩემი სამღვდელო ვერ მოვალეობა თქვენ და მე ღირსეულად ვერ აღვასრულე ჩემი ქრისტიანობა არ იყო ღირსეული და დამცრობილი იყო თუ რაღაც რაც მევალებოდ რაც ეკლესიამ და უზენაესმა ღმერთმა პიროს დამავალა და ის ვერ აღვასრულე შენდობას ვითხოვ ჩვენი მამების წინაშე ჩვენი ეკლესიის უწმინდეს წინაშე დემთავრების ჩვენი სამღვდელოების ვერ მონაზნები ჩვენი მრევლის წინაშე მთელი სამყაროს წინაშე შენდობას ვითხოვ ვერთმა თქვენ შეგინდოთ თქვენც გაპატიოთ ვეთ შემინდეთ და მაპატიოთ ერთურს მივაინჯოთ მივცეთ შენდობა და პატიება და დავიწყო წმინდა მარხვა დილით იქნება მსახურება ჟამნები და იცით რომ ეს განსაკუთრებული მსახურება გვიანობამდე კი გრძელდება მაგრამ დიდი მადლმოსილებით სავსეა ეს ლოცვები და წყალობა მოენიჭება ადამიანს ვინც ამ ღვაწში ჩადგება 4 დღე იქნება ეს და 4 შაბათს იქნება პირველ შეწირული წირვა და 5 საათზე შევიკრიბებით რომ ანდრია კრიტელის სინანულის კანონი აღვასრულოთ პარასკევს იქნება ლოცვა და შაბათს იქნება იონე ოქროპირის წირვა რადგან არის წანდილის კურთხევა თეოდორე ტირონის სცენება და იცით ეს ყოველ დიდ მარხვის პირველ შაბათს ხდება და ეს განსაკუთრებული ისტორია უკავშირდება და ამაზე მერე ვთქვათ კვირას არის ბასილი დიდის წირვა და მართლმადიდებლობის ზეიმი ბერთმა დაგლოცოთ სინანულის მარხვა მოგცეთ და სიხარულის აღდგომა ამინ